კვარაცხელია ბრაზილიელი არ არის. თქვენ დაინტერესებული ხართ კვარათი, მაგრამ ის ბრაზილიელი არ არის. შეუძლია კი მოქალაქეობის შეცვლა. არა, კვარა განსხვავებული ფეხბურთელია. როცა კვარა დავიმატეთ, წინასწარ ვიცოდით მისი ხარისხი, მაგრამ არა მხოლოდ ტექნიკური ან ფიზიკური შესაძლებლობები, არამედ მისი პიროვნული თვისებებიც. ის მებრძოლია, ფეხბურთელია, რომელიც ძალიან დადებით ემოციებს გადმოსცემს, როგორც ბურთთან ერთად, ისე ბურთის გარეშე. და როცა ასეთი ტიპის ფეხბურთელი ყავს, მწვრთნელისთვის ეს ნამდვილი სიამოვნება. მაგრამ მაინც ის ბრაზილიელი არ არის, ის ქართველია. Com Georgian. კვარაცხელიას ეგონა რომ დღეს საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა რა. უფრო სერიოზულად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ასეთ მომენტებში ჩანს მოთამაშეთა დონე. კვარაცხელია მთელი წლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი იყო და რასაც აჩვენებს, ეს მისი შესაძლებლობებია. მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ იმ ხარისხზე, რომელიც ყველა მიცის, არამედ მის ხასიათზეც, როგორი იბრძვის თითოეულ ეპიზოდში, ნებისმიერ შეხვედრაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხვიჩამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ფეხზეც კი წამოვდექი და ტაში დაუკარე. ასეთ გოლებს ხშირად ვერ ნახავთ. ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი ფიზიკა აქვს, სწრაფად გადაადგილდება. შეუძლია მიმართულების უეცრად შეცვლა და ნებისმიერ მხარეს წასვლა. ორთაბრძოლებში ძლიერია. გრჩება შტაბეჭდილება, რომ ფიზიკურად სუსტია, მაგრამ როდესაც ორთაბრძოლებში შედის, ხედავ რომ ძალიან ძლიერია. ამ ყველაფერთან ერთად კვარაცხელია ტექნიკითაც გამოირჩევა. კვარაცხელია მეტოქე ფაქტობრივად გაანადგურა. პირველ შეხვედრაში 2 გოლით და შემდეგ საფასუხო შეხვედრაშიც მე-6 წუთზე გატანილი გოლით. თავდამსხმელისგან მეტი რა უნდა გინდოდეს. კი, თამაშის დასაწყისშიც და ბოლოშიც გაანადგურა. ყველაფერი ნათელი გახდა. პარი სენ-ჟერმენმა დაიბრუნა თავდაჭერება. როცა წინ გადიან, უფრო მეტი სიამოვნებით თამაშობენ. 3-0, 5-2, ყველაფერი ცხადია. იმიტომ რომ უდიდესი შესაძლებლობების ფეხბურთელია. ის ჩვენ იტალიაში აღმოვაჩინეთ, რადგან როცა აქ ჩამოვიდა, ნამდვილად ცოტა თუ იცნობდა. მან მოიგო სკუდეტო ნაპოლიში. ხვიჩა და ოსიმენის პალეტის ჩემპიონობაში საკვანძო ელემენტები იყვნენ. მახსოვს, შარშან სანამ ნაპოლიდან წავიდოდა, ამბობდნენ რომ პროგნოზირებადი ფეხბურთელი ხდებოდა. თუმცა ვთქვათ, რომ დიდ შეხვედრებში პროგნოზირებადი ნამდვილად არ არის. პირიქით. პაულო პროგნოზირებადი იყო, რადგან მოტივირებული არ იყო, წასვლა სურდა. კვარაცხელიას მოედანზე გამოსვლამ პარი სენ-ჟერმენზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მერე მოედანზე გამოვიდა ფეხბურთელი, რომელმაც სულ 28 წუთი ითამაშა. ეს 28 წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო, რადგან 2 გოლი გაიტანა. რაც ძალიან საინტერესოა, პარი სენ-ჟერმენი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ გავდა იმ პარი სენ-ჟერმენს, რომელიც 1 წლის წინ იყო, მაგრამ მერე უწებ ისევ ის გახდა, ის გუნდი. მომწონს ის ბიჭი პარი სენ-ჟერმენიდან, ხვიჩა კვარაცხელია. არ მგონია რომ მოსალაჰის ჩანაცვლება შესაძლებელი იყოს, მაგრამ ჩემი არჩევანი სწორედ ის იქნებოდა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა კარგად ვიცნობთ. პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლის დღიდან ის გუნდისთვის ძალიან კარგი მოთამაშეა. ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელია, რადგან გოლების გატანა, დრიბლინგი და დაცვაში თამაში შეუძლია. რთულია პარი სენ-ჟერმენის შემტევი იყო. თუმცა კვარაცხელია განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია და მოხარული ვართ რომ ხვიჩა გვყავს. ბოდიშ ვიქტი. ხანდახან, როდესაც სისულელეებს ამბობ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს. შუა სეზონში პირველი ვიყავი, ვინც გაკრიტიკებდა და ამბობდა, რომ საშინლად თამაშობდი. მაგრამ გეფიცები, შენი გამოფხიზლება მაგრად მახარებს. და ახლა ბოდიშ ვიქტი. მადლობა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გიჟური გოლებისთვის. მადლობა დღევანდელი საოცარი გოლისთვის. გთხოვ, გააგრძელეთ ჩვენი გახარება.